საპარლამენტო თანამდებობები ქართულმა ოცნებამ უკვე გადაანაწილა. Როგორც მოსალოდნელი იყო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდება. მის პირველ მოადგილედ თამარ ჩუგოშვილი დასახელდა. ვიცე-სპიკერები იქნებიან ასევე გიორგი ვოლსკი და ზვიად ძიძიგური. აჭარიდან კი პარლამენტის თავმჯდომარეს მოადგილეობას ილია ნაკაშიძე გაუწევს. მართველი გუნდის გადაწყვეტილებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იქნება. მისი განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში მინიმუმ 2 ფრაქცია ეყოლება. ქართულ ოცნებას თავმჯდომარეობას მამუკა მდინარაძე გაუწევს. ფრაქცია ქართულ ოცნებას უხელმძღვანელებს ბატონი მამუკა მდინარაძე, მე ვფიქრობ, ის არის ძალიან ღირსეული და ძლიერი კანდიდატი ამ პოზიციაზე. ორზე ნაკლები ფრაქცია ნამდვილად არ იქნება, თუ რა ფრაქციები შეიქმნება და რა ფუნქციონალი ექნება ამ ფრაქციებს, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები, რომელიც მაღალი ალბათობით პარლამენტის პირველ სხდომამდე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ცნობილია საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატები. აგრარულ საკითხთა კომიტეტს ოთარ დანელია უხელმძღვანელებს. განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარიამ ჯაში. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა განიხილება. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ კი ზვიად კვაჭანდირაძე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ისევ ირაკლი სესიაშვილი იქნება, გიორგი ლილუაშვილი კი რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის. ეკა ბესელია ამჯერად იურიდიულ კომიტეტს ჩაიბარეს. მართველი გუნდის ახალი წევრი სოფო ქაცარავა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უხელმძღვანელებს. ჯანდაცვის კომიტეტს კი აკაკი ზოიძე ჩაიბარებს. კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეები პრიორიტეტულ საკითხებზე საუბრობენ და ცვლილებებს არ გამორიცხავენ. ყველა კომიტეტის ფორმატში უნდა ჩამოვაყალიბოთ ეგრეთ წოდებული სტრატეგიული გეგმა, საგზაო რუქა, ასე ვთქვათ, და გადავხედოთ რა კანონები გვაქვს დარჩენილი გასული პარლამენტიდან, რა თემები არის ბოლომდე მესაყვანი და რა ახალი საკითხები უნდა დაიდოს. ყველა ინიციატივა, რაც დაკავშირებულია და გამომდინარეობს ჩვენი პროგრამიდან, რაც დაკავშირებულია ასევე თავისუფლ ეკონომიკის გაძლიერებასთან, სოციალური ფონის გაუმჯობესებასთან, საერთაშორისო ურთიერთობებთან, ეს არის ის მთავარი გამოწვევები დემოკრატიის ხარისხის გაზრდა ამასობაში, რა თქმა უნდა, რომელიც ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია და შესაბამისად ჩვენი ნებისმიერი ინიციატივა მიმართული იქნება ამ სფეროების გაძლიერებისაკენ. მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის როგორც საკანონმდებლო ორგანოს მნიშვნელობის გაზრდა, ამიტომ მგონია, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში პარლამენტი უფრო მეტ პოლიტიკურ დატვირთვას შეიძენს, ვიდრე ისტორიულად მას გააჩნდა. ჯერჯერობით ვაკანტური რჩება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ დრომდე უცნობია, ვინ დაიკავებს სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს. აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. მე-9 მოწვევის პარლამენტი თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებსა და კომიტეტის ხელმძღვანელებს პირველ სხდომაზე 19 ნოემბერს დაამტკიცებს. მათ პოსტებზე დასანიშნად მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ.